ფინიკის ჭირი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ჯანსაღ პროდუქტად ითვლება მაკრონუტრიენტების, ვიტამინებისა და მინერალების მაღალი კონცენტრაციის გამო. მიუხედავად იმისა, რომ ის მდიდარია კალორიებითა და ბუნებრივი შაქრებით, კერძოდ ფრუქტოზითა და გლუკოზით, ზომიერი რაოდენობით მიღებისას ეს ჭირი ჯანმრთელობისთვის მრავალფეროვან, კვლევებით მრავალგზის დადასტურებულ სარგებელს იძლევა. ის შეიცავს ისეთ აუცილებელ ვიტამინებს, როგორიცაა B1, B2, B3, B5, B6, A ვიტამინი, C ვიტამინი და D ვიტამინი. ის ასევე მინერალების, მათ შორის კალიუმის, მაგნიუმის, სპილენძის, მანგანუმის, რკინის, სელენის და კალციუმის მნიშვნელოვანი წყაროა. გასათვალისწინებელია, რომ ფინიკის ჭირი საკმაოდ კალორიულია, მაგრამ ის რაფინირებული შაქრის მაინც უკეთესი ალტერნატივაა, რადგან კალორიების დიდი რაოდენობის მიუხედავად ეს არ არის ცარიელ კალორიები, რომლებსაც კვებითი ღირებულება არ გააჩნია, არამედ დატვირთულია უამრავი სასარგებლო ნივთიერებებით. ფინიკი ძალიან კარგად მოქმედებს საჭმლის მონელების სისტემაზე. 100 გრამ ფინიკში დაახლოებით 7 გრამი უჯრედისია, ამის გამო ის ძალიან ეფექტურია ნაწლავების რეგულარული მოქმედების ხელშეწყობასა და ყაბზობის პრევენციაში. ფინიკი მდიდარია დაავადებებთან მებრძოლი ანტიოქსიდანტებით. მსგავსი სახეობის ჭირებთან, როგორიცაა ლეღვი და ქლიავი შედარებით ფინიკს ყველაზე მაღალი რაოდენობით ანტიოქსიდანტი აქვს. ეს ნაერთები უჯრედებს იცავს თავისუფალი რადიკალებისგან, რომლებიც მავნე ოქსიდაციურ სტრესსა და ქრონიკულ დაავადებებს იწვევენ. ფინიკის ძირითადი ანტიოქსიდანტებია ფლავონოიდები, ისინი ხელს უწყობენ ანთების შემცირებას და მათი დიაბეტის, ალცჰაიმერის დაავადებისა და გარკვეული სახის კიბოს რისკის შემცირების პოტენციალი კარგად შესწავლილიცაა. ფინიკი ასევე შეიცავს კაროტინოიდებსაც, დადასტურებულია, რომ ისინი ხელს უწყობენ გულის ჯანმრთელობას და ამცირებენ თვალის დაავადებების რისკს, როგორიცაა მაკულარული დეგენერაცია. ასევე შეიცავს ფინიკი ფენოლურმჟავასაც, ეს უკანასკნელი ცნობილია თავისი ანთების საწინააღმდეგო თვისებებით, რაც შესაძლოა, ხელს უწყობდეს კიბოსა და გულის დაავადებების რისკის შემცირებას. ფინიკი ტვინის ფუნქციას აუმჯობესებს ისეთი ანთებითი მარკერების, როგორიცაა ინტერლეიკინ 6-ის შემცირების გზით, რომლებიც დაკავშირებულია ნეიროდეგენერაციულ დაავადებებთან, როგორიცაა ალცჰაიმერის დაავადება. ცხოველებზე ჩატარებული კვლევები ასევე მიუთითებს, რომ ფინიკს ამილოიდ ბეტა ცილების აქტივობის შემცირება შეუძლია, რომლებიც ნადებს ქმნიან და ტვინის უჯრედებს შორის კომუნიკაციას აფერხებენ. გარდა ამისა, ფინიკში შემავალი მინერალები, როგორიცაა ფოსფორი, კალციუმი და მაგნიუმი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ძვლების გასაძლიერებლად და შეიძლება ისეთი მდგომარეობების თავიდან აცილებაში დაგვეხმაროს, როგორიცაა მაგალითად ოსტეოპოროზი. ფართომასშტაბიანი კვლევები აჩვენებს, რომ ორსულობის ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ფინიკის მირთმევამ შეიძლება ხელი შეუწყოს და შეამსუბუქოს ბუნებრივი მშობიარობა. ეს ჭირი გულისთვის ძალიან სასარგებლოა კალიუმის მაღალი და ნატრიუმის დაბალი შემცველობის გამოც, რაც სისხლის წნევის რეგულირებას უწყობს ხელს. ზოგიერთი კვლევის თანახმად, დღეში ერთი ფინიკის ჭამაც კი ეხმარება არტერიების გაწმენდას და ინსულტისა და გულის შეტევის რისკს ამცირებს. რაც შეეხება თირკმლებს, კვლევებმა აჩვენა, რომ ფინიკის პლაზმაში კრეატინინისა და შარდმჟავას ჭარბ რაოდენობას ანეიტრალებს, რაც პოტენციურად ნეფროლოგიური დაავადებებით გამოწვეულ დაზიანებას ამცირებს. ფინიკი თავისი ბოჭკოებისა და საკვები ნივთიერებების მაღალი შემცველობის გამო ხანგრძლივი დანაყრების შეგრძნებას იწვევს და შიმშილის შეტევებს აღკვეთს. სპორტსმენებისთვის ფინიკი იდეალური ბუნებრივი დოპინგის სახის წასახემსებელია, რადგან მისი გლუკოზა და ფრუქტოზა მყისიერ ენერგიას იძლევა, ხოლო ინსულინის გამოყოფა ვარჯიშის შემდეგ კუნთების ზრდას უწყობს ხელს. ფინიკი შესანიშნავი პროდუქტია რეპროდუქციული ჯანმრთელობისთვის. აღმოსავლურ მედიცინაში ის გაახალგაზრდავების საშუალებად ითვლება, რომელიც განაყოფიერების და სიცოცხლის უნარიანობას უწყობს ხელს. ფინიკში არსებული მიკროელემენტები, როგორიცაა ესტრონი და სტეროლები, მამაკაცის ნაყოფიერებას სპერმის რაოდენობისა და მოტორიკის გაზრდის გზით აუმჯობესებს. ცხოველებზე ზოგიერთმა ექსპერიმენტმა ტესტოსტერონისა და ესტრადიოლის დონის მომატებაც კი აჩვენა. ამ თვისებების გამო, ფინიკის რეგულარული მოხმარება ხშირად რეკომენდებულია წყვილებისთვის, რომლებსაც ბავშვის გაჩენა უნდათ. ფინიკს თუ ხშირად მიირთმევთ, ეს თქვენს ძვლებსა და კანის ჯანმრთელობაზეც აისახება. ის შეიცავს ძვლების ჯანმრთელობისთვის აუცილებელ მინერალებს, მათ შორის ბორს, სელენს, მანგანუმს, მაგნიუმსა და სპილენძს, რომლებიც აუცილებელია ოსტეოპოროზის პრევენციისთვის. ფინიკს თქვენ წარმოიდგინეთ ალერგიის შემსუბუქება შეუძლია. ის ბუნებრივად შეიცავს ორგანულ გოგირდის ნაერთებს, რომლებსაც სავარაუდოდ დამამშვიდებელი ეფექტი აქვთ ზოგიერთ ალერგიულ სიმპტომზე, მაგალითად, მცენარის მტვრის ან სახლის მტვრის მიმართ ალერგიაზე.
შეიძლება დაგინახავთ და გაოცებულ ხართ, როცა კანის მოვლის პროდუქტებში ფინიკის ექსტრაქტი აღმოგიჩენიათ, მაგრამ ეს ხილი შეიცავს ანტიოქსიდანტებს, მინერალებს, ვიტამინებსა და მცენარეულ მეორეულ ნივთიერებებს, რომლებიც კანის უჯრედებს ნაადრევი და ბერებისგან იცავს და კანის ტენიანობას ინარჩუნებს. ფინიკში შემავალი ვიტამინი B3, იგივე ნიაცინი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კანის უჯრედების რეგენერაციისთვის, მაგალითად მზისგან დაზიანების შემდეგ. სიფრთხილე. ფინიკი ბუნებრივად ტკბილია და ამას გარდა გაყიდვამდე მას ხშირად შაქრიან სიროპში ცავლებენ, ამის გამო ფინიკი ხშირად წებოვანია და მტვერსა და ბაქტერიებს იზიდავს. თუ დარწმუნებული არ ხარ, რომ მაღალი ხარისხის ორგანული ფინიკი შეიძინე ან მისი შეფუთვის გახსნიდან გარკვეული დროის შემდეგ ჯობს მირთმევამდე წყალში გარეცხოთ, რომ ხშირად თვალით უხილავი მტვრისა და ბაქტერიებისგან გაასუფთავოთ. ფინიკი გემრიელია და ამის გამო ძალიან ხშირად მის ზომაზე მეტ რაოდენობას მიირთმევენ, რამაც შეიძლება შებერილობა, დიარეა ან პირიქით, შეკრულობა, ხოლო ფრუქტოზის აუტანლობის დროს სხვა ჩივილებიც გამოიწვიოს. ამიტომ ნორმა დაიცავი. დღეში მაქსიმუმ 6 ცალს ნუ გადააჭარბებ. სასურველი რაოდენობა 3 ცალია. ფრუქტოზის აუტანლობის ან თირკმლის მძიმე დაავადების, ჰიპერკალიემიის რისკის, ან გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის მქონე პირებმა ფინიკის მირთმევამდე ჯობს ექიმიდან ნებართვა აიღონ. გარდა ამისა, სასურველია აირჩიო ორგანული ფინიკი, რათა თავიდან აიცილო ქიმიური ნარჩენები ან ცვილის საფარი, რომელსაც ტრადიციული ფინიკისთვის ბზინვარების მისანიჭებლად იყენებენ. მოდით რეცეპტებზე გადავიდეთ. პირველ რიგში რამდენიმე მოკლე რჩევა. სადაც შეგიძლია შაქრის ნაცვლად ბუნებრივ დამატკბობლად ფინიკი გამოიყენე. საამისოდ შაქარი ფინიკის პასტით 1:1-თან პროპორციით ჩაანაცვლე. ამ პასტის მოსამზადებლად კი კურკაგამოცლილი ფინიკი დასაბლენდერებლად საკმარის ცხელ წყალში ჩაალბე და დააბლენდერე. ეს პასტა გარდა იმისა, რომ კარამელის მსგავსი ტკბილი გემოთი გასიამოვნებს, ბოჭკოთი ვიტამინებითა და მინერალებით უზრუნველყოფს. ალტერნატიულად შეგიძლია გამხმარი კურკაგაცლილი ფინიკი დაფქვა და მიღებული ფხვნილი შაქრის მაგიერ გამოიყენო. საღამოს 1 ან 2 ფინიკის მირთმევა ძილის ხარისხის გაუმჯობესებაში დაგეხმარება. ეს მისი ტრიპტოფანის შემცველობის გამო ხდება, რომელსაც ორგანიზმი ძილის ჰორმონად, მელატონინად გარდაქმნის. თუ ვარჯიშობთ, დაწყებამდე 1-2 ფინიკის მირთმევა კუნთებს მყისიერ ენერგიას აწვდის, ხოლო ვარჯიშის შემდეგ იგივე რაოდენობის მირთმევა ინსულინის გამოყოფას იწვევს, რამაც შეიძლება კუნთების ზრდას შეუწყოს ხელი. ფიზიკური დატვირთვის და მიხედვით შეგიძლია მაქსიმუმ 6 ფინიკი გადაანაწილო. იმისთვის, რომ ფინიკის ჭირი ადვილად გადასამუშავებელი და მოსანელებელი გახდეს, ის წყალში 5 საათამდე დაალბე. ეს წყალი არ გადაღვარო. მიირთვი, რადგან ის მდიდარია საკვები ნივთიერებებით, რომლებიც საჭმლის მონელებას უწყობს ხელს. ფინიკის და მაწვნის საუზმე ნაწლავების, კანის და ძვლების ჯანმრთელობისთვის. დაგჭირდება 150-200 მლ მაწონი, 2-3 კურკაგამოცლილი და წვრილად დაჭრილი ფინიკი, 1 სუფრის კოვზი შენთვის სასურველი თხილეული, 1 ჩაის კოვზი დაფქული სელის ან ჩიას თესლი, 1 მუჭა კენკრა ან სხვა ნებისმიერი ხილი. ყველაფერი ერთად აურიე, ან ჯამში ფენებად მოაწყვე და მიირთვი. ფინიკის ენერგეტიკული სასუსნავი ბურთულები. ეს ადვილად მოსამზადებელი და გემრიელი სასუსნავი კანის ნაწლავების, სისხლძარღვების და ტვინის ჯანმრთელობაზე იზრუნებს და ენერგიითა და ჯანმრთელობისთვის აუცილებელი საკვები ნივთიერებებით აღგჭურვავს. დაახლოებით 10-12 ბურთისთვის დაგჭირდება 150 გრამი კურკაგამოცლილი ფინიკი, 2 სუფრის კოვზი შვრიის ფანტელი, 2 სუფრის კოვზი თხილის კარაქი, მაგალითად ნუშის ან არაქისის, 1 სუფრის კოვზი ქოქოსის ზეთი, 1 სუფრის კოვზი კაკაოს ფხვნილი. სურვილისამებრ, 2 სუფრის კოვზი ქოქოსის ფანტელი ამოსაბურთავებლად. საჭიროების შემთხვევაში მაგარი ფინიკი 10-15 წუთით ცხელ წყალში ჩაალბე და გადაწურე. რამდენიმე წამით დააბლენდერე შვრიის ფანტელი, ოღონდ ძალიან წვრილად ნუ დაფქვავ. დანარჩენი ინგრედიენტები დაუმატე და კარგად აურიე. წებოვან მასას მიიღებ. ხელებით გააკეთე პატარა ბურთულები და სურვილისამებრ ქოქოსის ფანტელებში ამოავლე. გასამაგრებლად მაცივარში შედგი. დღეში შეგიძლია 1-2 ბურთულა მიირთვა როგორც ტკბილი სასუსნავი ან შოკოლადის ნაცვლად. ფინიკისა და ავოკადოს ნიღაბი სახისთვის. ეს მსუბუქი დამატენიანებელი ნიღაბია, განსაკუთრებით მშრალი, ნორმალური ან ოდნავ მომწიფებული კანისთვის. დაგჭირდება ნახევარი სუფრის კოვზი წყალში წინასწარ ჩამბალი და დაჭკლეტილი ფინიკი,
მეოთხედი ჩაის კოვზი წვრილად დაფქული ზღვის მარილი. ერთი პატარა ნაჭერი და ახლოებით ერთი სუფრის კოვზი მწიფე ავოკადო. ერთი სუფრის კოვზი მაცონი. ავოკადო ძალიან კარგად დაჭყლიტე და ერთგვაროვანი პასტის მიღებამდე ფინიკს, მარილსა და მაწონს კარგად შეურიე. წაისვი გასუფთავებულ სახეზე. თვალების გარშემო ნუ წაისვამ. 10-15 წუთით დაიტოვე. სახე თბილი წყლით გაიწმინდე და ფრთხილად გაიმშრალე. სასურველი კრემი დაიდე. ჯანმრთელად იყავით ქართველებო. გემშვიდობებით მომავალ საინტერესო ვიდეომდე. კარგად ბრძანდებოდეთ.